პრობლემა იყო სისხლის ქრონიკული დაკარგვა, ეს იწვევდა რკინა-დეფიციტურ ანემიას და მუცლის არეში ძლიერ ტკივილს. რეკომენდაციით გადავწყვიტე მოსულიყავი ჰოსპიტალში და ჩამეტარებინა შესაბამისი კვლევა. სანამ ჰოსპიტალში მოვიდოდი, ჩემი ჩივილები იყო სისუსტე, თავბრუსხვევა, ელემენტარული წყალსაც ვერ ვსვამდი, არ ვიყავი სრულფოსოვანი ადამიანი, ესე ვთქვათ, უმოქმედო, რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მიმეღო საკვები, უფრო მარტივი იყო ჩემთვის, ვიდრე მიმეღო და ტკივილი მეგრძნო. პაციენტი იკვლევდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგმართა ჩივილებით, საერთო სისუსტე, ადინამიურობა და ძირითადი ჩივილი გახდათ ანემია, სისხლნაკლებობა, რის გამოც მას ჰქონდა არაერთგზის ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები. ვერც ერთმა წამყვანმა კლინიკის ექიმებმა ვერ დამისვეს სწორი დიაგნოზი. სანამ არ მოვედი ჰოსპიტალში, გამიკეთდა ურთულესი კვლევა სწორი დიაგნოზით, რამაც დღემდე მომიყვანა და გადამარჩინა. კაფსულარული კვლევის და დიაგნოზის დასმის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება პაციენტისთვის შემეთავაზებინა გასტროსკოპია, რომელიც მოიცავს საყლაპავის კუჭის და 12 გოჯანაწლავის გამოკვლევას, რომელიც ჩავატარეთ ინტრავენური სედაციის პირობებში, უფრო გაფართოებული მასშტაბით. მივაღწიეთ წვრილი ნაწლავის იმ დაზიანებულ უბანს, ავიღეთ მრავლობითი ბიოფსიური მასალები, ჰისტომორფოლოგიურადაც დადასტურდა ადენოკარცინომა, რომელიც უკვე საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას. იშვიათია ერთ ექიმში აღმოაჩინო პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება. იშვიათია ექიმი, რომელიც ძალიან განიცდის გაურკვევლობაში მყოფი პაციენტის პრობლემას, სანამ სათავეს არ მოუძებნის. და ესეთი ექიმი მე აქ ჰოსპიტალში აღმოვაჩინე. ეს არის ქალბატონი ზანდა გუტივაძე. პაციენტმა გადაწყვიტა დიაგნოზის შემდეგ ოპერაცია ჩაეტარებინა საზღვარგარეთ და ჩვენი კვლევების საფუძველზე მალევე ჩაინიშნა და დაიგეგმა ოპერაცია, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა და დაგვიბრუნდა პაციენტი გამოჯამრთელებულ მდგომარეობაში. როდესაც საზღვარეთ ნახეს ქალბატონი ზანდას მიერ ჩატარებული კვლევები, ისინი აღფრთოვანებული დარჩნენ ქართველი კოლეგის პროფესიონალიზმით. მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ დღეს, რომ საქართველოში არსებობენ ექიმები, რომლებიც საერთაშორისო აღიარებას და პატივისცემას იმსახურებენ.